გორში სინაგოგის გაქურდის ფაქტზე გამოძიება დაწყებული ადგილზე დღეს ისრაელის ელჩი იმყოფებოდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მომხდარის დროული გამოძიება მოითხოვა. ძარცვის შესახებ სინაგოგაში მისულმა მრევლმა განაცხადა. მათივე ცნობით წაღებულია ძვირფასი ნივთები. ნინო ფისაძე დეტალებით. დიახ, სინაგოგის გაქურდვიდან მეორე დღეს გორში ჩამოვიდა ისრაელის ელჩი შავთაი ცურმა მომხდარ ფაქტს გამონაკლისი შემთხვევა უწოდა და განაცხადა, რომ ეს ვერ მოახდენს გავლენას ქართველი და ებრაელი ხალხის ურთიერთობაზე. გორში იმყოფებოდნენ დღეს ასევე თბილისის სინაგოგის გამგეობის წარმომადგენლები, რომლებმაც გორის სინაგოგაში ჩამოაბრძანეს სეფექტორა, რათა არ შეწყდეს აქ შაბათის ლოცვა. მე შეგახსენებთ, რომ მძარცველებმა სინაგოგიდან 10 სეფექტორა წაიღეს, 5 დაზიანებული სეფექტორა სინაგოგის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. მომხდარი ფაქტი ადგილზე დაგმო ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზამ ვაშაყმაძე გამოძიის შედეგებს ელოდება. ფაქტი, რომელიც ქალაქ გორში მოხდა, ეს სამწუხაროა ნამდვილად არა მარტო ებრაელებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც. ისეთი სეფექტორა, რომელიც იქნა გატაცებული აი ამ სინაგოგიდან და 5 სეფექტორა ნამდვილად ნახული იქნა დაზარალებულ მდგომარეობაში. ძალიან ჩვენ განვიცდით აი ამ მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ფაქტი დასაგმობია, რა თქმა უნდა, ფაქტი მიუღებელია, რა თქმა უნდა, გამოძიება დაიწყება კიდევ ამაში ეჭვი არ მეპარება და დასაჭერი უნდა დაიჭიროს ადამიანმა, სახელმწიფომ ამ შემთხვევაში და ვერავინ ვერ უნდა გაბედოს. ეს სინაგოგა იქნება, მეჩეთი იქნება, ეკლესია, მსგავსი რამ, ასე ვთქვათ, განახორციელოს შემდგომში ვინმე. ეს არ არის მიზანმიმართული ქართველების ან სხვა ეროვნების ებრაელების წინააღმდეგ. ეს არის რიგითი ქურდობა, ეს არის კრიმინალი, რომელსაც რა თქმა უნდა დაესმევა წერტილი, რა თქმა უნდა ყველა ნაბიჯი გადავდეთ იმისათვის, რომ მინიმალური იყოს ასეთი ძარცვა და ასეთი ყაჩაღობა და ასეთი ქურდობა. მომხდართან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს გამოძიება, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 177 მუხლის მეორე ნაწილით. მომბის ეთერში ნინო ფისაძე საუბრობს.